მეს უნდა მე-12 წლის დახურვა შეიძლება ქვეყანაშიც კი შექმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა რომ სხვაგან დახუროს საზღვარგარეთ მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების ჯერ ერთი რატომ ურთულებ და მე კიდე მეორე არ აქვს ეგ შესაძლებლობა და ეხლა აგიხსნით რატომ. მე როგორც ადამიანმა რომელმაც თავად მივიღე ევროპაში განათლება და 15 წლის განმავლობაში არაერთ ადამიანს დავხმარები ვარ არა მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარებაში, არამედ ვიზის საკითხების მოგვარებაშიც მინდა გითხრათ რომ ეს არის შეუძლებელი, რადგან არც ერთ ქვეყანას არ აქვს ის ალტერნატივა რომ ერთი წელი მე-12 კლასი უბრალოდ დაამთავრო და მე ჩააბარო უნივერსიტეტში ჯერ მარტო იმიტომ რომ ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა იგივე გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიაში ყველგან არსებობს რა თქმა უნდა ალტერნატივა 2 წლიანი კოლეჯები და სასწავლებლები, მაგრამ იქაც ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ენის ცოდნის მინიმუმ მეორე დონე გააქვთ, ანუ სერტიფიკატი. უნივერსიტეტებში კი შესაძლებელია არა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში საბუთების, ანუ ატესტატის და ენის სერტიფიკატის თუ არამედ მხოლოდ A2 დონის მაგალითად გერმანულისთვის გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი საკმარისია, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხოთ და უნივერსიტეტი მერე თვითონ გიშვებთ მოსამზადებელ ეტაპზე, რომ ენა ისწავლოთ. კონკრეტულად კი ეს სქემა ესე მოქმედებს, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ატესტატი და ენის სერტიფიკატი აგვირთოთ სხვა საბუთებთან ერთად. ამის შემდეგ მოგდით თქვენ პასუხი, რომ თქვენ ჩარიცხული ხართ უნივერსიტეტში და უკვე შეგიძლიათ ვიზის აღება. სტუდენტური ვიზის. სტუდენტური ვიზით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ არა მარტო ცხოვრების ამ ქვეყანაში, არამედ გარკვეულ ქვეყნებში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებაც. უნივერსიტეტი იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ ენის საკმარისი დონე, გიშვებთ მოსამზადებელ ეტაპზე, ანუ ჩვეულებრივად თქვენ ხართ როგორც მოსამზადებლის სტუდენტი და ამ პერიოდში სწავლობთ ენას, გამომდინარე იქიდან რა ენის დონეა თქვენი უნივერსიტეტის თქვენი სპეციალობისთვის აუცილებელი შეიძლება იყოს B2 ან C1 დონე. გარდა ამისა ამ პერიოდში შეიძლება შეისწავლოთ ასევე საგნები, რომლებიც აუცილებელია თქვენი უნივერსიტეტში სწავლისთვის. შესაბამისად ამ პერიოდში იმყოფებით თქვენ უკვე ქვეყანაში და ხართ ოფიციალურად სტუდენტი. ეს მხოლოდ შესაძლებელი გახდა ამ 12 წლიანი ატესტატის წყალობით. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ არა მხოლოდ გრძელი გზის გავლა, არამედ უფრო გართულებული იქნება თქვენთვის ევროპულ უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება მეორე ცვლილებას უნივერსიტეტებში 3+1 სისტემის შემოღებას, მე თავად ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაზე პირდაპირ საქართველოდან და მინდა გითხრათ, რომ აუცილებელი ECTS-ების ანუ ქულების რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩაბარებისთვის არ შეიძლება მოგროვდეს დღევანდელი სასწავლო სისტემით საქართველოში. შესაბამისად, ერთადერთი შესაძლებლობა მაგ შემთხვევაშიც იქნება ის, რომ ევროპულ უნივერსიტეტში ჩააბაროთ ჯერ ბაკალავრზე და შემდეგ უკვე ამ ერთწლიანი, ესე ვთქვათ, პერიოდის გავლის და იმ საგნების დახურვის შემდეგ, ანუ გარდა ამისა შეიძლება მოგიწიოთ საგნების გადაბარება, რადგან სტანდარტებს არ აღმოფილებთ ეს საქართველოში ნასწავლი საგნები და უკვე ამის შემდეგ, როცა უკვე ფაქტიურად საგნების ნაწილს აღიარებინებთ ევროპაში და ნაწილს კიდე თავიდან შეისწავლით, უკვე შემდეგ შეძლებთ ჩააბაროთ მაგისტრატურაზე მხოლოდ. ესეც რა თქმა უნდა გაართულებს და რიგ შემთხვევაში შეუძლებელს გახდეს მაგისტრატურაზე ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას.